იცით როგორი კერძი მოგიმზადეთ დღეს? ყველაფერს უხდება. საუზმესაც, სადილსაც, ბაღშამსაც. თან ძალიან ლამაზია. მოვამზადოთ მარტივი და გემრიელი ქიში, ქათმის ფილეთი. თავარია, ქათამი იყოს ნოსტე. ქათმის კერდი დავჭრათ თხელ ნაჭრებად და შევწვათ მაღალ ცეცხლზე. აქვე დავამატოთ მარილი და პილპილი. ქათმის კერდი შემწვარია, ცოტა ხანი დავასვენოთ და გადავიდეთ ცომის მომზადებაზე. მოვათავსოთ ფენოვანი ცომიზე წასმულ ფორმაში, დავჭვრიტოთ. ზემოდან მოვათავსოთ პერგამენტი და სიმძიმისთვის მე გამოყენებული ბარდა მაქვს, დავაყაროთ. გამოვაცხოთ წინასწარ 20 წუთი. ბარდაკი გვეხმარება იმაში, რომ ცომი არ აფუვდეს, არ დაკარგოს ფორმა და გამოწყვეს თანაბრად. რაც შეეხება გულსარდს, მე გამოვიყენებ 3 კვერცხს და 200 გრამ ნაღებს, რაც არის ბაზა, ნაღები, მარილი, პილპილი. ამასობაში დავჭრათ ისპანახი, პომიდორი და ქათმის ფილე. ჩვენი ცომი სანახევროდ გამოცხვა. ახლა კი დავამატოთ ყველა ინგრედიენტი. პირველი ფენა ყველი. შემდეგ ვამატებთ ქათმის კერძს, მოვასხათ ათქუფილი კვერცხი ნაღებთან ერთად, ისპანახი, გავაფერადოთ პომიდორით, დავამატოთ ისე ყველი და გავუშვათ ღუმელში დამატებით 20 წუთით. მარტივი ქიში, ჩემებურად, ქათმით, კვერცხით და პომიდორით.